სოფლებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი ქალებს არ ვამარტო საჩუქარს უკეთებს, სიმართლეს რომ არ შეესაბამება და ჭორია, წყვილების ნაწილს მაინც არ სჯერა. დღეს დილით იუსტიციის სახლში 1 საათის განმავლობაში დაახლოებით 20 წყვილი ცდილობდა ქორწინების დაკანონებას. მათი მსჯელობით თითქოს და ჭორი რეალობა რომ აღმოჩნდეს, არ სურთ საჩუქრის გარეშე იმის გამო დარჩნენ, რომ მეორე ნახევართან ხელი მოწერილი არ ჰქონდათ. რა ვიცი, გენაცვალი არ ქონდა ხელი მოწერილი და თქვენს რომ 1000 ლარიანი ვაუჩერი უნდა დარიგდეს და ამიტომ მოვაწერეთ ხელი რომ რაღაც პრობლემები არ შექმნოდა მე. დღეს გამგებლის მოადგილემ თქვა ჭორიაო, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ქონდა მოწერილი და მაინც მოვაწერეთ რა. მიუხედავად იმისა, რომ გამგებლის მოადგილემ განმარტა, რომ სარვამარტო საჩუქრის შესახებ ინფორმაცია ჭორი არის, წყვილებს მაინც არ სჯერა და ისინი ხელმოსაწერად იუსტიციის სახლში მოდიან. მათი მოსაზრებით, თუ ბიძინა ივანიშვილმა კომპენსაციები დაარიგა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სარვამარტო საჩუქარი ქალებსაც გაუკეთოს. ადორ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. იმის გულზეც და რახან მოდიოდი ივანიშვილი. აი სიტყვა რომ დაისწრა ხალხი, იმათაც ფული დაურიგეს, ხო? ჩვენც იმედია მოგცემენ. ეგ არის ხო არა? ანუ თქვენ სარვამარტოდ ქალებს? კი, სარვამარტოდ დედების დღეს იმედია მოგცემს ივანიშვილი. ხო, დიდი იმედი გვექნება. სტატისტიკური მონაცემებით იანვარში გურჯაანის რაიონში მხოლოდ 16-მა წყვილმა მოაწერა ხელი. ამ თვეში კი მათი რაოდენობა 14-ჯერ გაიზარდა და თებერვალში უკვე 225-მა წყვილმა ოფიციალურად დააკანონა ოჯახი.